ბათუმის თვითმმართველობა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა ეყოლება. საბჭოს საზოგადოებრივი დარბაზებიდან არჩეული თითო წევრით დაკომპლექტება, მასში ასევე გაერთიანდებიან არასამთავრობო სექტორის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებიც. საზოგადოებრივი დარბაზის წევრად დარეგისტრება ნებისმიერ მოქალაქეს სპეციალური ბლანკის შევსების შემდეგ შეეძლება. განაცხადები მათ მერიის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებთან უნდა შეავსონ. საზოგადოებრივი დარბაზისა და მრჩეველთა საბჭოს შექმნის მიზანი საზოგადოების თვითმმართველობის საქმიანობაში აქტიური ჩართულობა, ბიუჯეტისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება. მრჩეველთა საბჭო მერიაში აქამდეც მოქმედებდა სტრუქტურის ჩამოყალიბებას თვითმმართველობას ახალი კოდექსით ავალდებულებს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა მერიაში 20 ნოემბრამდე უნდა დაკომპლექტდეს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნის და ფუნქციონირების მიზანი არის, რომ აუცილებლად მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა ჩვენი ქალაქის ბიუჯეტის და ასევე პრიორიტეტების დაგეგმვაში. მოქალაქეთა мотиваციის ამაღლება აუცილებელია, რასაც თავის მხრივ გამგეობის რწმუნებულებით, მერის რწმუნებულებით დაგვეხმარება ამ ყველაფერში. მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს მივიდეს თავის ტერიტორიულ ერთეულში, შეავსოს განაცხადის ფორმა და გახდეს საზოგადოებრივი დარბაზის წევრი. ყველა მერის რწმუნებულთან ხორციელდება რეგისტრაცია. ყველა იმ სურველი პირის, რომელიცაც 18 წელზე მეტი შეუსრულდა და მზად არის, რომ მიიღოს მონაწილეობა ქალაქის მართვის პროცესში. ჩვენ მეორე მხრივ თავაზობთ ეფექტური და თავისუფალი მართვის მექანიზმებს. ჩვენ საკრებულო, ამ შემთხვევაში და მერია, ნათლად აცხადებს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ჩავერიოთ არც ერთი ჩვენი მოქმედებით დარბაზების საქმიანობაში.